მოასწარეთ ალბათ რაღაცა გარკვეული ნაწილებისთვის თავის თვალშევლება, თუმცა მე მინდა დავსვო ერთ საკითხთან დაკავშირებით კითხვა. ბოლო დღეებში, რა ვიცი, ისეთი მასშტაბის წყვილებში ამხილეს ირაკლი კობახიძე ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა ქვეყანამ, რომ თითქოს და ისინი იყვნენ მხარდამჭერები საქართველოს არჩეული ბჭყალებში ჩავსოთ ხელისუფლების და თითქოს მათ არ დაუჭირეს მხარი რაღაცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროკავშირში და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს იყო ტყუილი. ჩვენ ხა აღარ გაგვიკვირდება რომ საკუთარ შიდა აუდიტორიას აი ფაქტობრივად პირწმინდად ატყუებდეს ახლა ამ დასკვნას ისე კითხულობდეს ირაკლი კობახიძე. თუმცა როგორც ჩანს მათთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი აი ეს რაღაცა აუდიტორია ყავდეთ კონტროლის ქვეშ. აი რა ტიპის ხალხს ჯერა ახლა ეს ამბავი კობახიძე რომ ყვება აბსოლუტურად სხვა შინაარს 53 გვერდიანი დოკუმენტის საიდანაც 5 წინადადება ამოიღო ერთმანეთზე გადააბადა თქვა რომ ამ დოკუმენტში წერია რომ არჩევნები ჩატარდა მშვენივრად. მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერისთვის, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. არაფერი უკვე გასაკვირი არ არის ამ ხელისუფლებისგან, მით უმეტეს ირაკლი კობახიძისგან. ეს არის კასკადი მთელი ტყუილების ძალადობა მოსახლეობაზე. ახლა როდესაც ამდენ ტყუილს საუბრობ უტიფრად და ურცხვად და არანაირად ეს შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხადი ახლა იმასაც იკადრებს, რომ დააბრალოს ადამიანს რამე, დააბრალოს მოსახლეობის ჯგუფს რამე, დააბრალოს მთლიანად მოსახლეობას რამე, ან კიდე ისეთი რამე იკადროს, რაც საერთოდ წარმოუდგენელი, ანუ დღითი დღე გვაკვირვებს ეს ხელისუფლება თავისი უტიფრობით. აქედან გამომდინარე, ახლა რასაც მე უსმენდი, ახლა მე ერთადერთი რაც მოვასწარი, უბრალოდ ადამიანების მოკლე პოსტების ნახვა, ვის კომპეტენციაშიც მე ეჭვი არ მეპარება, თორე ამხელა დასკვნას ახლა ცხადია ვერ მოვასწრებდი, რომ გავცნობოდი. მაგრამ ზოგადად უნდა იცნობდე ტერმინოლოგიას ეუთოოდირის, რომ ერკვეოდე რა საკითხს უსვავს ხაზს ეს დასკვნა. იმიტომ რომ ზოგადად ესეთი დასკვნები იწერება შეფასების თვალსაზრისით და არა იმისთვის ცნობენ ისინი არჩევნებს თუ არ ცნობენ. ანუ იქ თითოეულ სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ახლა არჩევნები რო ზოგადად მომხდარი ფაქტი არის, არჩევნები მოხდა კი რაღაც კონკრეტულ დღეს, მაგრამ როგორი იყო ეს არჩევნები და რეალურად გამოხატავდა თუ არა მოსახლეობის ნებას, ესაა მთავარი, თორე ტექნიკური საკითხი ეს არის მეორე ნაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი ამ არჩევნების. ფაქტი არის, ახლა ჩვენ არჩევნებში ვიყავით დამკვირვებლებად ჩართული და ორგანიზაციები, რომლებსაც უზარმაზარი მისია ჰქონდა, ხო, არჩევნების დაკვირვების და ახლა ეუთოოდირის დასკვნა არის ერთი რამ, მეორე არის უზარმაზარი ორგანიზაციების უზარმაზარი სადამკვირვებლო მისიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ემთხვევა, ფაქტი არის ფაქტად და ეს რჩება ფაქტად. გავეცნობით ამას დეტალურად და შემდგომ უკვე უფრო შეგვეძლება სიღრმისეულად ვისაუბროთ, მაგრამ ის რაც წერია, როდესაც ამდაგვარი დასკვნა არასოდეს აქამდე საქართველოს არჩევნებში არ ყოფილა, ეს არის ფაქტი. ანუ იქ თითოეულ წინადადებას მნიშვნელობა აქვს, ანუ რამდენად შესაბამისობაში იყო სტანდარტებთან, ამას ადგენს ზოგადად ეუთოოდირი და ამაში არის ყველა აუდიტორისთვის თქვათ რა იცით, რომ არ არის ერთმანეთის საპირწონე ერთი დადებითი წინადადება მასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკურად გამართული იყო არჩევნები. არ არის საპირწონე იმის, რომ თქვათ ხმის ფარულობა არ იყო დაცული. ეს არ არის ერთი პოზიტივი და ერთი ნეგატივი. ეს არის ერთი პატარა რაღაცა დეტალი, რომ ვიღაცამ დადგა კარგად იქ თქვათ ხმის მიცემის აპარატი. ეგეც არ დადგეს კარგად. ეგეც არ დადგეს. ამაშია ყველაფერი, ეს იყო კომპლექსი უზარმაზარი არასობრივა და ეს მეორე ნაწილი ნიშნავს, რომ არჩევნები ფაქტობრივად არ იყო ფარული. ხო? ეს არ არის ერთმანეთის საპირწონე ორი თანაზომადი არგუმენტი. თავისთავად, ნინო, ანუ აქ კიდე ერთხელ ვიტყვი, აქ ტერმინოლოგიას აქვს დიდი მნიშვნელობა, თორე ეუთოს დასკვნა არის ეუთოს დასკვნა. ყოველთვის დადებს არჩევნებზე, როდესაც ეუთოოდირი ესწრება არჩევნებს და აკვირდება არჩევნებს, შემდგომ დასკვნა იდება
ფაქტი არის, რომ ესეთი კატასტროფული დასკვნა არასოდეს არ ყოფილა. ეს არის ის, რასაც მე გავეცანი კომპეტენტური ადამიანების მიერ დადებული შეფასების ჩვენ ამაზე კიდევ გვექნება პოლიტიკური შეფასებებიც, გვექნება რუსთაველიდან ჩართვები პოლიტიკოსების, უტიფრობა ახსენეთ თქვენ ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად კობახიძის მხრიდან და ჩვენ ვნახეთ უტიფრობის ცინიზმის ხარისხი, მას შემდეგ რაც თქვენ ხა კორუფციულ თემებზე მუშაობთ, ნეპოტისტურ თემებზე მუშაობთ, თქვენი ორგანიზაცია ფოკუსირებულად. მას შემდეგ რაც ვნახეთ, როდესაც ძალოვანად წოდებული კლანი, ივანიშვილის ქვეშ მოქმედი კლანი, მისი ყოფილი პირადი დაცვის ხელმძღვანელობით, გომელაურის ხელმძღვანელობით დასანქცივდა, დღეს ის ახალ პოზიციაზე წარადგინეს და აწინაურეს და საზოგადოებას უთხრეს, რომ ჩვენი ფულით, აი თითოეული მხარდამჭერის, ქართული ოცნების მხარდამჭერის ხელფასიდან ბიუჯეტში შესული 20%-ით, რომელიც მე სახლში ვერ მიგაქვთ, მაგრამ ბიუჯეტში რიცხავთ, აი ეს 20% უნდა მოხმარდეს იმ 20%-დან თანხები ეგრეთ წოდებულ ამ ვიღაც ხარებას, ვიღაც გომელაურს დასანქცირებულებს, თურმე თუ კი მათ ფინანსური პრობლემები შეექმნება, თუ კი მათ გაუჭირდებათ იმის გამო, რომ თანხებს ვეღარ ატრიალებენ სხვადასხვა ბანკში, ხო? იმიტომ რომ ისინი სერიოზულ სიაში არიან, მაგნიტსკის სიაში მოხდრილები, რაც ნიშნავს, რომ ხელფეხი შეკრული აქვთ მათ ბანკები ვეღარ მოემსახურებენ ვერსად, მათ შორის საქართველოში. აი ამათ თურმე არა მარტო საქართველოში, მაგათ არსად და მათ შორის საქართველოშიც თქო, უბრალოდ ეს აღნიშნე, ეს არ ეხება მხოლოდ საერთაშორისო სივრცეს. ესე იგი, ამათ უნდა ვუხადოთ ჩვენ რაღაცა თანხა ვერ გავიგეთ რა, ნუ ღირსების ორდენები რომ უნდა მისცენ თურმე პირველი აქტი, ეს უნდა იყოს ყაველაშვილის, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოზიციას ასეთი ფორმით დაიკავებს, როგორთაც იკავებს, ხომ? აი ეს უკვე რა მასშტაბის კორუფციული ბიუჯეტის ქურდობის, ბიუჯეტზე პირდაპირ თქვა ჭრალებს ჩავსვათ ზემოდან მოჯდომის, თუ არ ვიცი, რა ტიპის რასთან გვაქვს უკვე საქმე? ნინო, რომ შევაფასოთ რაღაც კონკრეტული ფაქტები, ჩვენ საქმე უნდა კონდეს ნორმალურ ადამიანებთან, მაგრამ ეს არის კრიმინალური ჯგუფი, ეს არ არის ჩვეულებრივი ხელისუფლება, ხო ეს არის რეჟიმი, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება, მთლიანად დაყრდნობილი არის ძალადობაზე, მოსახლეობის რეპრესირებაზე, ჩვენ რაც ვნახეთ აქციების დარბევის შემდგომ მომხდარი, ანუ ეს ძალადობა დაპატიმრებულებზე, ეს არის მათ შორის ომის კანონების დარღვევაც არის, იმიტომ რომ დაპატიმრებულის შემდგომ დაპატიმრებულზე ძალადობა და წამება ეს ომში არის დაუშვებელი და როდესაც ჩვენს მოსახლეობაზე აკეთებ ამას ხელებ გაკოჭილ დემონსტრანტს, როდესაც შენ უმოწყალოდ სემ და ძარცვავ თან და ისე მიყავს შენ საპატიმროში, ეს ყველა წარმოუდგენელი, ესეთი რამე არ მომხდარა საქართველოში. ანუ აი ესეთი მასშტაბის ძალადობა თავის მოსახლეობაზე ვის განუხორციელებია, ხო თუ არა ბელარუსულ რეჟიმს და ეგეთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელიც უკვე დღეებს ითვლიან, ხო, ჩვენს გარშემო და ჩვენს საერთოდ მსოფლიოში. ანუ ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველანაირად დღეებს ითვლის. მე ასე ვიტყვი, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ ძალაზე დაყრდნობილი რეჟიმი დღეს ევროპაში ყავდეს. ეს არის პრობლემა ზუსტად და იმიტომ გამოაცხადეს მათ, რომ არ უნდათ ევროკავშირი, რომ ეს მზარდი ავტორიტარიზმი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, აქ დღითი დღე იკრებს აი ამ თავის ძალადობას. ანუ პირდაპირ რო ვთქვათ, ეს არ არის ხელისუფლება, ეს არ არის კანონიერი ხელისუფლება, ეს არ არის აღიარებული ხელისუფლება. დღეს მე უბრალოდ კითხულობდი მთავრობის ადმინისტრაციაზე დადებულ სხვადასხვა პოსტს და თავს იწონებდა კობახიძე, რომ შეხვდა რაღაც ფრანგული ჰოლდინგის წარმომადგენლებს, რომლებმაც მას მიულოცეს პრემიერობა. ნუ ეხლა ეს ხო კატასტროფა არის უბრალოდ. ისე დონეზე დავიდნენ და ისე დონეზე დაეცნენ, რომ აი ამას კადრულობენ პირდაპირ ეთელში ტყუილს, როდესაც ამბობენ, რომ იქ რამდენიმე ქვეყანამ, საბერძნეთმა, იქ იტალიამ და ასე შემდეგ მათ მხარი დაუჭირეს რუმინეთმა, ხო? რუმინეთმა, ხო. ანუ ეს არის სირცხვილი უბრალოდ რა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, რაც შეიძლება იკადროს მათ შორის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ეხლა ეს რაც დღეს გამოაცხადეს, რომ ბიუჯეტიდან მოხდება კომპენსირება იმ ზარალის, რაც შეიძლება სანქციებმა მოუტანოს დასანქცირებულ ადამიანებს, რა უნდა თქვა, ეხლა მათ მიტაცებული აქვთ როგორც ხელისუფლება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი და ისინი დაყრდნობილი არიან ძალაზე.
ანუ რა შეიძლება ამას დაუპირისპირო, ანუ მათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ისინი ცდილობენ უბრალოდ რომ ჯერ კიდევ დიქტატორულ რეჟიმში არ გადასულან, თორე ავტორიტარულ რეჟიმი რაც ნიშნავს რომ მის ხელთ არის ყველა ხელისუფლების ყველა შტო, ის აკონტროლებს კონკრეტულად სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონებსაც ისეზღებულობს, როგორიც მას სურს და ანუ ჩვენ მაინტერესებს ბიუჯეტში ხომ არის პუნქტები, ხო? რაღაცაზე იხარჯება რაღაც. აი ეს როგორ უნდა გაფორმოს? ხუთი უნდა ჩაიდოს ხარებასთვის კომპენსირებას. არ ვიცი, არა, მაგასაც მოიფიქრებენ, ნინო, სადაც ამას ფიქრობენ. მაინტერესებს რა ტიპის ვჯელო ხმა მაღლა თქვენთან ერთად. სად უნდა ჩაიწერო? არ ვიცი. ამაზე მეც ვიფიქრე და ჯერ არ მისულარ დასკვნამდე სად უნდა გაიწეროს ის მუხლი, მაგრამ ამასაც მოახერხებენ ახლა. მათ ხელში არის კანონები, მათ ხელში არის ყველაფერი მიიტაცეს. ამას ქვია მიტაცება. ხელისუფლების მიტაცება. არა, რატომ უნდა გადაუხდით? რატომ უნდა გადაუხადოს ივანიშვილმა, როდესაც შეუძლია გადაუხადოს 10 კაცს. იმდენი რომ მათ არანაირი პრობლემა, მაგრამ აღარ უხდის. არავის აღარ, იმიტომ რომ ძვირი დაუჯდა ეს არჩევნები ისე. ნუ მიტაცება იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი აქვთ მიტაცებული. ანუ ისინი კანონის ფარგლებში და ლოგიკის ფარგლებში აღარ არიან ესენი ანუ ჩვენ დღეს უსმენთ ხელისუფლებას მათგან ველოდებით ნაბიჯებს, რაც არის ადეკვატური და სწორი. ანუ აქ დემოკრატიაზე, ევროპულ სტანდარტებზე ამაზე უკვე საუბარი არ არის. ეს ნელ-ნელა ემსგავსება და თავიანთ ქმედებებში ძალიან მსგავსი არის უკვე ლუკაშენკოს რეჟიმის, ბელარუსის, რომელიც თავის მოსახლეობაზე ზალადობს. ანუ ზოგადად დემოკრატია ეს არის ძალაუფლების შეზღუდვა ხელისუფლების მიერ თავისი მოსახლეობის სასარგებლოდ. ანუ ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა იმისთვის, რომ მეტი კონტროლის მექანიზმი იყოს, უფრო ღია და გამჭვირვალე იყოს საქმიანობა იმისთვის, რომ მოსახლეობა ხედავდეს. მადლობა. ანუ ეს არის პრობლემა, რომ აქ დემოკრატიაზე უკვე აღარ არის საუბარი. ისინი კანონებსაც და აბსოლუტურად ყველაფერს თავის თავზე ირგებენ, მათ შორის ბიუჯეტსაც და აც ხო წარმოუდგენელი იყო ესეთი რაღაცა გაგეგონა და გეფიქრა კიდევაც, რომ პრემიერად წოდებული იტყოდა, რომ მე დასანქცირებულ ადამიანს კომპენსაციას მივცემ და დავაჯილდოვებ, ანუ ჯერ წინასწარ დაჯილდოების გამოცხადება ეგეთი რაღაცა მე არ მახსოვს ეგეთი რაღაცა პრაქტიკაში ყოფილიყო, რომ პრეზიდენტი რომ მოვა დააჯილდოებს ამ ადამიანს. ეს რაღაცნაირი ნუგეშია მათთვის, ვინც კიდევ დასანქცირდება, იმიტომ რომ ასეთ ეს მათი ნუგეში არ არის, ეს არის იმ ჯგუფისთვის რაღაცნაირად შეღავათების დაპირება, რომელსაც ისინი ეყრდნობიან. ეხლა აქ მარტო მაღალ თანამდებობაზე ეს კიდევ ცალკე საკითხი, რამდენად შეიძლება ეს კომპენსაცია ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა. რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უკანონო გადაწყვეტილებებს და უკანონო გადაწყვეტილებას ვიღაცა ციხეებში. კი, აღმასრულებელი სჭირდებათ. ანუ იქ ეს ხო არ არის მარტო მაღალი ეშელონის ადამიანები, ხო? იქ არიან დასაქმებული პირები, რომლებიც ხედავენ ამ უკანონობას. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ბიუჯეტიდან იყიდონ ეს ყველაფერი. ანუ წარმოუდგენელი რაღაც ხდება, ანუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ რაღაცაზე, რასაც ვერ ვიფიქრებდით უბრალოდ. ანუ ანალიზისთვისაც რთულია, იმიტომ რომ ასეთი რამ არასდროს არც ერთ ხელისუფლებას, ხო, ანუ წარმოუდგენელი რაღაცის ანალიზს ვაკეთებ გარყნის ეპოქაში. იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებას ჰქონდა გადაჭარბებები, რაც აქამდე პირველი ხელისუფლების გარდა იმან კი ბატონო, ჰქონდა, მაგრამ ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, ეს არის უბრალოდ არათუ ანუ ვერ წარმოვიდგენდი ესეთი რაღაცის ანალიზი რომ მოგიწევდა, ხო? არაპროგნოზირებადი არის ეს ყველაფერი, ხვალ რას მოიმოქმედებს და რას დააპირებს და რას შეიძლება გააკეთოს ამ რა ქვია, არაღიარებულმა ხელისუფლებამ ვერ წარმოვიდგენდი. ეს ლოგიკა, ვისაც ცემეს ამ ნაცემმა ხალხმა და იზოლატორებში ჩაყრილმა ხალხმა, ახლა თავის ხელფასიდან უნდა გადაუხადოს ცემელებს, დამრბევებს კომპენსაცია იმისთვის, რომ ამ ცემის გამო ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიტომ რომ ჩვენ კონტროლი არ გვაქვს. აბსურდში ვართ და იმედია ჩვენ ამას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. კონტროლი ამ რეჟიმის საქმიანობაზე, ამ რეჟიმის გადაწყვეტილება, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მოსახლეობას წაართვეს ყველანაირი კონტროლის მექანიზმი და მოსახლეობა ჩააგდეს უბრალოდ ისეთ მდგომარეობაში, რომ ფაქტის წინაშე გვაყენებენ. არ არის არც ანგარიშვალდებულება, არც გამჭვირვალობა, ეგ არის პრობლემა.